მარიკა არევაძე სტუდიაში ჩვენთან სტუმრად. მარიკა, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ხო, ხედავთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს გაუკვირდათ, ხო, ის რომ ახლა ეზოში აღარ უშვებენ თურმე ადამიანებს და ძალიან შეუზღუდეს რაოდენობა ადამიანებს, ვისაც უნდათ სხდომაზე დასწრება. ეს ახალი მეთოდი იქნება საერთოდ სასამართლოს პრაქტიკაში ყველგან მთელი ქვეყნის მასშტაბით, თქვენი აზრით თუ განსაკუთრებით მზიასნაირი პატიმრების შემთხვევაში აქვთ ეს შიში, რომ ბევრი ადამიანი არ დაესწროს ამ სხდომას? ეს ცვლილებები, რომელიც ბოლოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეიტანეს სწორედ იმიტომ, რომ დაეხურათ სასამართლოს სხდომები და ფართო საზოგადოებისთვის არ ყოფილიყო შესაძლებელი, რომ დაენახა თუ რა ხდება იქ და რამდენად უკანონობასთან გვაქვს საქმე და რამდენად უსამართლობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით ათეულობით საქმის შემთხვევაში, სადაც არავით არ იმტკიცებულებები დანაშაულის არსებობის შესახებ არ არსებობდა, მაგრამ რეჟიმი სანიმუშოდ სხვებისთვის აჩვენებდა ასამართლებდა ადამიანებს და როდესაც ეს მათი, ასე ვთქვათ, მიზანი ვერ შესრულდა, იმიტომ რომ იქიდან გამოსული ინფორმაციებით ადამიანები ხედავდნენ რეალურ მოცემულობას, უჩნდებოდათ ემპათია და უჩნდებოდათ პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ, თავდაპირველად აკრძალეს ფოტო-ვიდეო გადაღება, ხომ, სასამართლო დარბაზებში დერეფნებში და მათ შორის ეზოში და ამჟამად უკვე ცვლილება შეიტანეს ამოქმედეს უბრალოდ რომ მაშინ მოხდა იმ ცვლილების შეტანა ის რომ მაგალითად ელექტრონული საშუალებები ჩამოართვან ადამიანებს ხომ და მათ შორის ეს კარადა რაც ნახეს ჟურნალისტებმა შესანახი მობილურების შესანახი კარადა ეს რეალურად ამის დანიშნულება თქვენ ფიქრობთ რომ ეს არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ელექტრონული მოწყობილობები ის ტყუილი რაც უნდა და დეზინფორმაცია რაც უნდა რომ ოცნებამ გაავრცელოს პროტესტში მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით ვერ ავრცელებს და პირიქით თითოეულის დაჭერა ადმინისტრაციული იქნება ეს თუ სისხლის სამართლებრივი იქნება უტრიალდება უკან მის საწინააღმდეგოდ ხომ იმიტომ რომ ერთის მხრივ ადამიანებს აბრალებდა სისხლის სამართლის დანაშაულებს და აღმოჩნდა რომ ისინი სრულიად უდანაშაულოები იყვნენ და ეს დადასტურდა ხომ მიუხედავად საპირისპირო განაჩენების საქმეებში და მეორეს მხრივ უკვე ადმინისტრაციული წესით იძახდა რომ 50 აკაცუკი და რატო გონიათ აკაცუკი ცუდი სიტყვა ეს კიდე ძალკე განხილვის საგანია მაგრამ 50 აკაცუკი თურმე კეტავდა რუსთაველს და აღმოჩნდა რომ 50 კი არა 150-ზე მეტი დაიჭირეს სულ ახალგაზრდები, პოეტები, რეჟისორები, მწერლები, ანუ არ ვიცი ძალიან კარგი ადამიანები, მოხუცებები და ბაბუები, ხო, ეს ხო სამარცხვინოა უბრალოდ და მათივე მხარდამჭერებში და მათივე რიგებში იწვევს პროტესტს, ხო? და ასე ვთქვათ არასასურველ დამოკიდებულებას. ამის გამო ეხლა უკვე პროტესტის მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონში შეტანილი ცვლილებები იმიტომ შეიტანეს, რომ რეპრესიები გაეძლიერებინათ და მოეხდინათ რუსთაველზე პროტესტის მოკლა, ხალხი კი არ დაშინდა. ხალხი პირიქით, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობაში შევიდა ადამიანებმა და ქართულმა საზოგადოებამ არ აღიარა ეს კანონი და ამ კანონმა ისევე ვერ იმოქმედა, როგორც ვერ იმოქმედა 10 მაგად გაზრდილმა ჯარიმებმა, ხომ, რომელზეც წინა პერიოდში ამის აღიარებაც მოუწევთ, იმიტომ რომ რეალურად კანონმა არ იმოქმედა, ადამიანები არიან, იციან რას ემსახურებიან, იციან რა მიზანი აქვთ და ეს მიზანი არის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება, ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების პატივისცემა და ამ ქვეყნის მართლა ტრადიციების და ღირებულებების პატივისცემა, იმიტომ რომ ჩვენ გავართ ადამიანის უფლებების ღირებულებაზე. ეს არის ქართველების, რა ვიცი, გენში არის ეს და ეხლა გვართმევენ ამ ყველაფერს ხალხი ამ ყველაფერს არ ეგუება და იძულებულნი გახდნენ რომ თავადვე ასე ვთქვათ განუსაზღვრელი ძალიან დიდი რაოდენობის პოლიცია მოებილიზებინათ უკვე რუსთაველის გამზირზე იმისთვის რომ სანახავია ნუ სამწუხარო რო არ იყოს ჩვენ ხედავთ ხოლმე რომ პოლიციელები თვითონ კეტავენ ხო ფაქტობრივად რიგ შემთხვევებში თვითონ კეტავენ და რიგ შემთხვევებში უბრალოდ არაძლევენ ანუ ჩადგნენ სამრიგად არიან ჩამდგრები თითოეულ მხარეს და პლუს თითოეულ კუთხეში კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დიდი რაოდენობებია მობილიზებული. სხვათა შორის ამან პროტესტი კიდევ უფრო ცოცხალი გახადა. პროტესტს საერთოდ ახალი სიცოცხლე და ახალი მიმართულება მისცა და რუსთაველზე გაცილებით უფრო ისეთი ლამაზი და სანახაობრივი მდგომარეობა შეიქმნა, ვიდრე იყო დაუშვათ
იქამდე, ასე რომ ესენი ხალხს ვერ მოერევიან. რომ ის რომ პოლიცია აღარ აძლევს საშუალებას გზის გადაკეტვის აქციის მონაწილეებს, ეს არ ნიშნავს, რომ აქცია შესუსტდა. არა, აქცია შესუსტდა კი არა, აქცია გაძლიერდა. მეც იქ ვდგავარ ყოველ საღამოს და ვხედავ, როდესაც ეს სანახაობას ქმნის ეს საპატრულო პოლიციის ჩამდგარი რაოდენობა, ხალხის ყიჟინა და პლუს მანქანების წრიული მოძრაობა, სადაც დროშებით ხდება მუდმივად ეს წრიული მოძრაობა და სიგნალების მიცემა, გამხნევება რუსთაველზე მდგომი ადამიანებს. ამ ყველაფრით რა შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ერთი იქ ასობით ადამიანი დგას და თავიანთვე ტყუილი თვითონვე გამოაშკარავეს ამდენი დაჭერით, ხომ? მეორე ის, რომ ხალხმა არ აღიარა ეს რაღაცა რეპრესიული კანონი, რომელიც მათ კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს და მესამე გამოვლინდა ის, რომ პროტესტი უწყვეტ რეჟიმში უკვე ახალი ფორმით აგრძელებს, ასე ვთქვათ, არსებობას და ეს პროტესტი არ გაჩერდება. რა უნდა რეალურად ოცნებას, ხო, ოცნების რეჟიმს უნდა, რომ პროტესტი აღარ იყოს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მოახდენს პროცესების ნორმალიზებისკენ წაყვანას, ხო? და ამ შემთხვევაში უკვე მიეცემა შესაძლებლობა, რომ დასავლეთს და ცივილურ სამყაროს დაელაპარაკოს, რომ აი მე შიგნით ვაგვარებ უკვე ურთიერთობას და დამელაპარაკე ისეც როგორიც ვარ და მიმიღე ისეთი როგორიც ვარ და ამის შესაძლებლობას არ აძლევენ ერთი პროტესტში მონაწილე საზოგადოება, მეორე პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თანმიმდევრულად მიუყვებით ამ ბრძოლას და არ თანამშრომლობთ და არ აღიარების პრინციპს არ ვღალატობთ ჩვენ და ამ ბრძოლის ფარგლებში გამოკეტილი არიან ჩვენი ლიდერები ციხეებში და კიდევ ახალი ბრალი და აი აქ დავასრულებ რეჟიმის პატიმრებიც მინდა რომ ახსენო ხო რომ ყველა ის პირი რომელიც სისხლით თუ ადმინისტრაციულ თუნდაც ერთი დღე მოუწია საპყრობილეში გატარება რა თქმა უნდა ისინი არიან კიდევ ერთი პრობლემა ამ რეჟიმისთვის იმიტომ რომ ვერ ახდენენ პროცესების ნორმალიზებას და პლუს ჩვენ გვყავს მოშიმშილი ადამიანები აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით რუსთაველზე უკვე მე-14 დღეა შიმშილობენ ადამიანები და ერთ-ერთი მათგანი შიმშილობის პირველ დღეს რო გაიტაცეს ბაკურიანის იზოლატორში ამჟამად ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში და აგრძელებს შიმშილობას ჩემი ინფორმაციით და ამაღამ უკვე ისიც დატოვებს იზოლატორს და აი ეს ადამიანები თქვენ ახსენეთ ვინც ადმინისტრაციული პატიმრობა მოიხადა ახლად განან უფრო სერიოზული რისკის წინაშე იმიტომ რომ ისინი თუ კიდე გადაკეტავენ გზას სისხლის სამართლის წესით შეიძლება დააკავონ ასევე ხედავთ ხომ პოლიტიკურ პარტიებისკენ მიმართულ რეპრესიებს, რომ მათი აკრძალვა უნდა ქართულ ოცნებას და ხედავთ ამდენი ხანი ლიდერებს, რომლებსაც დაუმძიმეს ფაქტობრივად ბრალი ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს მათ წინააღმდეგ რაღაცა საბოტაჟის საბაბით და თითქოს ძალიან ისეთი იყო ეს ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც საჯარო ადგილებში ხდებოდა, ხო, ვითომ ფარულად გადაღებული ვიდეო ჩანაწერები. ასეთ ვითარებაში, არ ვიცი, როგორ შეიძლება გართულდეს სიტუაცია, რამდენად არიან ეს ადამიანები მზად, თუ ბევრი მოყვება ამ სისხლის სამართლებრივ პატიმრობაში ახლა ეს ადამიანები, რამდენად შეუშლის ეს იგივე პროტესტის გაგრძელებას ხელს. ხო, ზუსტად პოლიტიკოსებსაც დიდხანს გააჩერებენ ციხეში. სწორედ ეს აღვნიშნე, რომ ადამიანებმა არ მისცეს კანონს ამოქმედების საშუალება, ხო? იმიტომ რომ არ იმუშავა ამ კანონმა და ადამიანებმა დაანახეს ამ რეჟიმს, რომ მათ რადგან არ მუშაობს მათთვის ეს კანონი, არ აღიარეს ეს კანონი, ჩვეულებრივად აგრძელებდნენ უწყვეტ პროტესტს, რის გამოც მოუწიათ ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება და მათ შორის ერთი სისხლის წესით არის დაკავებული და ამ ყველაფრის ფონზე ვხედავდით სურათს, რომ სისხლითაც ანუ ადამიანები აპირებდნენ კვლავ გაეგრძელებინათ, არ აშინებდათ, ასე ვთქვათ, ის სისხლის მუქარა, რომელიც ამ კანონის ფარგლების ბატონო მენთეშაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც ასევე შიმშილობს, უკვე მე-10 დღე არის ციხეში შიმშილობს. ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა რა თქმა უნდა მე ვცდილობ რომ ის ოჯახთან მქონდეს კომუნიკაცია და მისი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო არის მათ შორის ჩვენთვის. ხო, შესაბამისად თავადვე მოუწიათ უკან დახევა, იმის აღიარება რომ კანონმა არ იმუშავა და ამის სურათი არის ზუსტად ის, რასაც ვხედავთ ბოლო საღამოებია ჩვენ რუსთაველზე, როდესაც მწკრივებში არიან ჩამწკრივებულები, ასე ვთქვათ, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. რაც შეეხებათ ახლა პოლიტიკოსებს, ჩვენს ლიდერებს და ვიცით ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, მათ შორის ჩვენი ლიდერები ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ჯერ ერთი აბსოლუტურად აბსურდის მიზეზით სხედან ეს ადამიანები ციხეში, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ მათთან არ თანამშრომლობთ, მხოლოდ იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ჩვენ ვართ პრინციპულები და პირად ინტერესები
ინტერესებზე მაღლა დაყენებული გვაქვს სახელმწიფოს ინტერესი, აი ამ ქვეყნისთვის, ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში და როგორც კი დაინახეს, რომ ამ ჩვენი პრინციპულ ბრძოლას საზოგადოების პროტესტთან ერთად მოაქვს ძალიან დიდი შედეგები, ისინი მათ ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ საერთაშორისო ორგანოებში და საერთაშორისო პარტნიორებთან, ხომ? ისინი პირდაპირ არიან მხილებულნი საქართველოში დემოკრატიის რღვევასა და ადამიანის უფლებების მასობრივ და სისტემურ რღვევაში, ხომ? და სწორედ ამიტომ, ასე ვთქვათ, მოითხოვება ახალი არჩევნები, მოითხოვება ის, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდეს, ასე ვთქვათ, დემოკრატიული პრინციპები. ამ ყველაფერს რომ ხედავენ, ამას დაემატა უკვე ევროკავშირის ანგარიში, სადაც ეს ყველაფერი იქნა ძალიან თვალნათლივ წარმოჩენილი, ამის მერე გადაწყვიტეს, რომ მიეღოთ პოზა, რომ თითქოს ისინი რაიმე ძალას ასხივებენ და ამას მოყვა სწორედ ეს ბრალის დამძიმება თუ ახალი ბრალი, მორიგი აბსურდი, იმიტომ რომ საქმის მასალებიდანაც სრულ აი როგორ გითხრათ, პირველი კურსის სტუდენტისთვისაც ძალიან თვალხილულია რა ხდება რეალურად იმ საქმეებში და რა აბსურდთან გვაქვს საქმე. მაგრამ ამის საპირისპიროდ ჩვენ ასევე ვხედავთ პოლიტიკური ლიდერების და მათ შორის ჩვენი ლიდერების მხნეობას, იმას რომ არ აშინებთ ეს რაღაცა ცრუბრალი, მორიგი ცრუბრალი და მზად არიან გააგრძელონ ის თავგანწირული ბრძოლა, რომელშიც ისინი ახლა იმყოფებიან და ეს არავის არ ეგონოს მარტივი, რადგან ჩვენი კოალიციაცულების ლიდერებზე ვამბობ ახლა ამჟამად გვიმყარებენ ზურგს და გვაძლევენ იმის ფუფუნებას, რომ ყარად ვიყოთ და ისინი მხნედარიან და იტანენ, ასე ვთქვათ, ამას ამ რეპრესიებს, რაც მათ მიმართ ხორციელდება, ეს არ არის მარტივი და ეს არ არის ბუნებრივი. ალბათ ამ რეპრესიების წინაშე სხვა პარტიების ლიდერებიც არიან, ხო? კი, გიორგი ვაშაძე იგივე რა ბრალია წაყენებული. ცალკეულ პარტიებს ალბათ ნაკლები ძალა აქვთ ამის წინააღმდეგ ბრძოლაში და მუდმივად არის იმაზე ლაპარაკი, რომ უნდა იყოს რაღაცა გაერთიანებული ძალები თუ არა კოორდინაცია მაინც რამე საკითხებზე შეთანხმება. მესმის რომ ახლა ლიდერების დიდი ნაწილი ციხეშია, მაგრამ თუნდაც მათი არ ვიცი მათთან კომუნიკაციით ციხეში ან იმ ადამიანების მხრიდან რომლებიც ჯერ არ არიან ციხეში და იმედი არც მოხვდებიან, თუ მიმდინარეობს რამე ფორმით ეს პროცესი პარტიებს შორის გარკვეულ საკითხებზე შეჯერების, შეთანხმების ერთი პოზიციის ჩამოყალიბების. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, კონკრეტული საკითხის, პრინციპული საკითხების მიმართ გაერთიანების და რაღაც მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ერთიანობის მიღწევა, უღოდ ერთიანობა, გაერთიანება და ერთ ჯამში მოქცევა არა, საკითხის გარშემო გაერთიანება და ამაზე ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, მათ შორის კოალიციაცულებისთვის და ახლაც ამჟამადაც ჩვენ ამ პროცესში ვართ, არა მარტო პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ სამოქალაქო აქტივისტებთან, საზოგადოებასთან და ყველა იმ სუბიექტთან, რომელიც დღეს რაიმე ფორმით იბრძვის ამ ქვეყნისთვის, ხო? აი ამას ვაკეთებთ როგორც კოალიციაცულების ფარგლებში, ასევე ინდივიდუალურადაც და მე მაგალითად არ შემიძლია არ გავიხსენო თითოეული დაკავებული ქალი აქტივისტი, რომელიც ქუჩაში დგომის გამო ადმინისტრაციული წესით არიან გამწესებული სხვადასხვა იზოლატორებში, არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც არაჩვეულებრივი იდეებით არიან დატვირთული და მე მათთან ერთად რო გამოვლენ ვაპირებ, რომ აი ეს მიმოფანტული პროტესტი, მიმოფანტული მუხტი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით არის დღეს მოსახლეობაში, აი ეს სათითაოდ უნდა ვაგროვო და აუცილებლად გავაერთიანოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთიანი დიდი პროტესტი, როცა ეს უკვე გაფართოვდება და მოედება მთელ საქართველოს, ამას უკვე ვეღარ გაუძლებს ნამდვილად რეჟიმი, იმიტომ რომ რეჟიმი ამ წუთას სუსტ მდგომარეობაშია. თუ ის სუსტი არ არის, რაში ჭირდება პარტიების აკრძალვა? სრულიად უსაფუძოდ, იმიტომ რომ საფრთხეს ხედავს ჩვენში. აბა ეხლა რა დანაშაულები გვაქვს ჩვენ ჩადენი, ან მე რა დანაშაული მაქვს ჩადე, ეს ხო რაღაც ხიმილის მომგვრელია რა. საფრთხეს ხედავს. და პირდაპირ თქვა მან, ხო, რომ როგორც კი დავინახავთ, რომ რომელიმე პარტია ელექტორალურ ზრდაში იქნებაო, მაშინვე ავკრძალავთო ჩვენო მასო. ანუ პირდაპირ საუბრობენ ეს ადამიანები სიმართლეს, რომ მათ აქვთ მიტაცებული ხელისუფლება და უნდათ ამ მიტაცებული ხელისუფლების შენარჩუნება. ამას ვერ ახერხებენ საპროტესტო საზოგადოების, მათ შორის ჩვენი კოალიციისა და პარტიის თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებით და იმით, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ
არ აღიარებ და ეს ასე გაგრძელდება და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე. აუცილებლად წინა სტუმრობისას თქვენ თქვით რაღაცა შოკის მომგვრელი ციფრი თქვით დაკავებული ადამიანების, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ოცნების არ ავრცელებდა ზუსტ ინფორმაციას. ახლა რა მონაცემები გვაქვს თუ იცით ზუსტ? კი ბატონო, ადმინისტრაციული წესით ესე იგი 150-ზე მეტი შემთხვევა იყო, ანუ 152 ადამიანი ჩემი მონაცემით და 158 შემთხვევა, იმიტომ რომ ზოგჯერ იყო განმეორება, ასე ვთქვათ, ან სხვადასხვა მუხლით ასე ვთქვათ შედავება 150-ზე მეტი მოკლედ ადმინისტრაციული სამართალწარმოება აქვს დაწყებული სამართალდარღვევაზე. აქედან 104 შემთხვევაში სოფო არ გაგიკვირდება ალბათ რომ გეტყვი ადმინისტრაციული პატიმრობები აქვს გამოყენებული სასამართლოს და მათ შორის მაქსიმალური 14-დღიანი ვადები აქვს გამოყენებული და ამ 104 შემთხვევიდან 50-მდე არის ქალბატონი ანუ ქალები 50-მდე კონკრეტულად 58 ჩემი მონაცემებით, მაგრამ 50-მდე ქალი არის საპყრობილეში გამოკეტილი რა ბრალდებით. პროტესტს გამოხატავდა რუსთაველის გამზირზე. ან სახეზე ეკეთა პირბადე. აი ეს ხო მათივე ამ ფსევდო ღირებულებებზე, ქართულ ტრადიციებზე ამოფარებული რაღაცა აი სახის პირდაპირ გვაჩვენებენ სახეს, იმიტომ რომ როგორ რანაირი ქართული ტრადიციაა, ქალი დააკაო, მცირეწლოვანი შვილების დედა დააკაო, რუსთაველზე დგომის გამო ან პირბადის კეთების გამო. ზიამაღლობელი დააკაო, იმიტომ რომ მას შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციამ და საპასუხოდ თავდაცვის მიზნით მოახდინა სილის გაწვნა. ეს ხო ქართულთან არაფერ კავშირში არ არის და ამიტომ რაც მეტი ადამიანი გაიაზრებს ამას, რომ რეალურად ჩვენ ღირებულებასაც, ტრადიციასაც, ზოგადად ქვეყანას გვართმევს რეჟიმი ივანიშვილის თაოსნობით, მით მალე შევძლებთ ქვეყნის დაბრუნებას. თორე ქვეყანას დავიბრუნებთ აუცილებლად, უბრალოდ მით მალე შევძლებთ. მადლობა დიდი.